მე რამდენი დეითის შემდეგ არის მოსული სექსი. რა ვიცი ახლა. ვისატყუები ჯო. ქალაქში ფერები არა ვაფშე. ესტრვაციულ ტკივი. რატო? გამახურებინემ. სალვარჩი. საი მოხევი. მოგესალმებით მეგობრებო, ისევ და ისევ დეითობანა. ზოგადად ურთიერთობა ძალიან გავს კიორლინგს. ერთ-ერთი ამ მამაკაცი თუ ქალი იქნება, ერთ-ერთი მათგანი საქმის 99%-ს აკეთებს და მეორე იატაკის საწმენით მუშაობს. კარგით, მოდი მოვიწვიოთ ჩვენი წყვილი, ვალალო და მართა. როგორ ძადები ჯოი ბოი? კარგად, მადლობა თქვენ როგორ გიკითხოთ ჩიტივით. მართა, შენ როგორ ახარ? ძალიან კარგად გავხდები, ალბათ უფრო მეტად დავიწყოთ საუბარი და მიხვდები მოკლედ როგორ ვარ. ჯერჯერობით ნორმალურად. ჯერ არის როგორ. ჯერ არის როგორ ვარ ნახო. ოკეი. დალე. მე ცისფერი მინდა. ამოი წითლები არ გვინდა? არა. მე რიგავს ჯავამის მე. ჩვენ გაცნობას გავუვარჯოს. გაიხარე. ერთ რას მაინტერესებს ან თქვენი აზრით ურთიერთობებში მოსულა თუ არა ტყუილები რა? ანუ როგორ ტყუილებზე მაქვს საუბარი, იცით? აი კეთილი ტყუილები? ხო, აი პატარ-პატარა ტყუილები, რო აი საყვარელო ხო არ გავსუქთი და არა როგორ გეკადრება. რაღაცნაირად მე დავიწყებ თუ შეიძლება. რაღაცნაირად კი. არა, შეიძლება, ვალალო შენ დაიწყე. გეხვეწები და. არა, მე დავიწყებ, მოდი. არა, მე თავიდან იკითხე. ან პატარა ტყუილები შეიძლება თუ არა ურთიერთობაშიო რა, ის შეიძლება იყოს კეთილი ტყუილი, შეიძლება იყოს ბოროტი ტყუილი. არ შეიძლება. არა, ჩემთვის ყველანაირი ტყუილი მეუღებელი. თავიდან ბოლომდე. სამწუხაროდ. იქნებ ანუ კეთილი იქნება, არა, სიმართლე მიყვარს. ხო. პირდაპირ სწორ ხაზოვნად ვაზროვნებ ხოლმე ისე. ოკეი. უმეტეს შემთხვევაში და გასაგებია. ხო. შენ ისი თქვა გია. შენი აზრით აქ წარბები უნდა ამოვიღო? სად უნდა ამოიღო აი წარბები? აქ შუაში. და ანაბარი ანუ სიმართლე მითხარი. კი. ხო გიყვარს სიმართლე. ხო, კი, უნდა ამოიღო. მაგრამ არ ამოვიღებ, იმიტომ რომ მე არ მომწონს ამოღებული წარბი. შენი გადასაწყვეტია, მაგრამ მე ეგრე მომეწონებოდი. შენ თქვი რომ ზოგიერთ საჭიროა ხოლმე. კი, ზოგჯერ აუცილებელიც კი აქ. ანუ ეგეთ რა მოგიტყუებია მაგალითად. ანუ აი მაგალითად, ყავს მეგობარი. ხო, მეგობარი. რომელსაც შენ არ მოწონხარ რა? მე არ მომწონ ვარ? ხო. რატო? ანუ აი პირობითად არ მოწონხარ. როგორც პიროვნება. აი. ამ მეგობარს შენ არ მოწონხარ. და ანუ მე არ ვეტყვი ხა იმ ადამიანს რომ შენთან მოვდივარ და რაღაც პეტერი ტყუილს მოვიტყვი, იმიტომ რომ იმან არ გაიგოს და გული არ დაწყდეს რომ მე შენთან ვიქნე, მაგრამ მე შენთან კარგი ურთიერთობა მაქვს, ხვდები? მაგრამ იმას უმიზეზოდ არ მოწონხარ. მე შენ ამ დროს ვისატყუებ. არავის. ა? მე მატყუებს. ხო, ამას არავის. ვი რატო? ოცო შატო. არა, ოთო მიცის რომ იმას არ ევასება. ვის არ ვასებ? ანუ ზოგადად მამა. კაი, ხო, გასაგებია. ანუ ჩემთვის მისაღებია, შენთვის ვიღები არავის შეუმორჩა. ჩემდეგი. კაი, მაშინ ორივე ადამიანთან როგორ შეგიძლია მეგობრობა? როცა შენი ერთი მეგობარი მეორეს მე თუ რაღაცის გამო იწუნებს, ანუ შენ ამ დროს ორივესთან როგორ მეგობრობა? ნახე, მე აქ კეთილ ტყუილზე სამი დაქალი, რამდენი დაქალი? ეტო დამაცხადე, კაი? ედიჯუდი. კეთილ ტყუილზე მაქვს საუბარი, შეხედე, რომ შეიძლება ვიღაცას არ მოსწონდეს, შენ როგორ იყრე? ამბობ რომ კეთილია და რანაირადაა ყველაზე ბოროტი ტყუილი, კეთილი. აქ შევთანხმდებით. იქ შენ აი ეს თუ არ მოწონს. შევთანხმდებით. ანუ შენს მეგობარს ატყუებ, რის გამო ვერ გავიგე რომ ოთოსთან მიდიხარ შესაძლოა. ქალაქში ფერები არა ვაფშე, ბიჭებმა რა ქნები ესე. დედაენაში დავჯდე და ვიბაზრო. ნუ რასაკეთე მესაი. ვა. როდის უყურთ კვილებს, ანუ შენს ერთ დაკალს, შენი მეორე დაკალი რომ არ მოწონდეს, შენ ამ დაკალს დაუმალავ რომ იმასთან მიდიხარ შესახვედრად. კი. რატო? იმიტომ რომ რა დაგაკელი. ანუ შენი დაკალიო, ვისატყუე. ვერ გაიგებ. ვისატყუები ჯო. ხო აი არ ვიცი, აი იმან რომ ცუდად არიგზოს თავი რომ მე ამ ადამიანთან ვიქნები და არ შეექმნა შინაგანად უხერხულობა, მაგიტომ მოვიტყვე პატარა ტყუილს. როგორი დამოკიდებულება გაქვთ გარიგების მიმართ რა, ან რო ურიგებენ რა, ან წყვილებს რა.
გარიგებასაც გააჩნია ახლა რა შედის გარიგებაში ამ ყველაფერს გააჩნია. აი გოგო მოგიძებნეთ და ცოლად ცოლად მოიყვანე. მოგყავს. არა, ნუ ეგ შენ თუ მეტი გზა და გამოსავალი არ გაქვს, რავი, ალბათ დათანხმდები არა? რატო შეგექნა ეგრეთ წარმოდგენა ჩემზე ანუ რომ არა, შენზე არა ზოგადად. გამოსავალი და დაქცეული. ხო, რომ პირობითად ვიძახი ეხლა ხო ზოგადად და ისო ეს კითხვა, ანუ ზოგადად მოგწონს თუ არა? არა. ხო, გასაგებია, მარტივია. შენ მოგწონს გარიგებები? არა. ან მქონიათ ეგეთი შემთხვევა რომ კი, მე მქონია როგორ არა. მქონია? კი, არა, მე არა. აბა მოყევი. ერთ-ერთ ბარში ვართ და არ დავასახელებთ. ხო, არ დავასახელებ. ვიღაცა მომაბრუნა რა ესე და ძალიან ნასვამი გოგო რა, აი ძალიან ნასვამი გოგო. თან ეხა იცის რომ რაღაც ცეკვები, რაღაც და ამასთან ცოტა ის რა იცის ეთყობა რომ ამ ცეკვებში ვიღებ მონაწილეობას, ხვდები? და მომაბრუნა და გამარჯობა. ეს კი გაგიმარჯოს. ჩემი დაქალი არის მოცეკვავე? ვერე მეთქი შეგიძლია ეცეკვავ? სეთქი სავდეცეკვ არა თუ დავეცეკვ. აი აქ არის და მის პატარა დაქალს რომელიც აი დაახლოებით სკამიდან ავხელა, ხვდები? სკამზე ედო და აიღო. აი რო ეცეკვოთ რა. როგორ წაავლო ხელი იცი რომ აი ეს აი ეს არის ჩემი დაქალი. ეგ გოდა ბოლო ცუდი გარიგება რომ ეს რაღაცა ხო ან მე გამახსენდა ერთი შემთხვევა ჩემი გამოცდილებიდან გოგო გავიცანი სოციალური ქსელიდან რა ერთხელ და ნუ რაღაც მიმოწერის შემდეგ შევთანხმდით რაღაც შეხვედრაზე და რაღაც კაფე მითხრა თვითონვე და მან შევხვდეთ ხოდა რომ მივედი ამ კაფეში თვითონვე არჩია იძვირიანი კაფე დავინახე ეგ გოგო და ხედავ რომ გვერდით უზის ვიღაცა ზრდასრული მამაკაცი ცოტა დავეჭდი ვინ არის საიდან არის რატო არის და აღმოჩნდა რომ მამამისი იყო და ანუ დეიძე გამოყვა და აუ ჩემი ანუ გარიგების ერთ-ერთი მაგალითი იყო და შეიძლება მარტო შენი ნახვა თუ რა ან შეიძლება ჩუმად ეგრევე გასერიოზულობა არა და რო შეხედავ არ შეგეშინდება ეხლა და არა რომ დავინახეს და ეს არის ეს გინდა ეს ამოირჩია შვილო ხო ის რა ქვია ახსენა თვითონ ვალალო კოპალიშვილი არის ცეკვე ვარსკვლავების მონაწილე ნუ იყო გამოვარდა ცეგან ცეგა სამწუხაროდ კაი რა მაინტერესებს ან ჩვენს დაიცა ვისაუბროთ მიდი რა red flag-ები და green flag-ები რა გაქვს ზოგადად ადამიანში Короче, green flag-ი არის. სწორად მომიჭი მე. მე მართლა რომ მოგწონს რა მოგწონს მაგათი გოგოში. red flag-ი არის პირიქით. აი რო არ მოგწონს რა, რაღაცას რა. შარვალი რო აცვია არ მოგწონს რაღაცა. ვაი მეტენა. ხო, არა. საიდან მიტევს შენი დავიწყო. red flag-ი არის ახსენით ზედა. ხო, ანუ ვიცი ხო. red flag-ი არის სუნამო სავაჟი. სუნამო სავაჟი. ოკეი. green flag-ი არის არ ვიცი, მე ძალიან პირველ რიგში აი ადამიანს რო ვუყურებ. რატომღაც ეგრევე მეფეთება ხოლმე ღიმილი რა. ოკეი. ანუ ჯერ ღიმილს ხედავ და ეგ არის red flag-ი. მე უკვე თითებს ხედავ. მე ფეხსაცმელს ხედავ. და ხო რა, სუფთა კაცი კაია. red flag-ი რომელიც სუფთა კაცი კაია. გოგოა ტალახია. დამანული ხარ. გოგოა ტალახია კაი. სუფთა კაცი კაია. red flag-ი ხო სავაჟი და მაგის საპირისპირო რაც ეყავ თქვი. ალბათ. ან დეითი თუნდაც. ხო. ყველგან სუფთა კაცი შეხვდა. ანუ ერთი შეხედვით სუფთა მიიყო შენ. შიგნით უკვე აღარ ვიცი. სავაჟიანი ხალხი? შეხვედრია? სავაჟიანი ხალხი შემხვედრია.
მაგრამ სამწუხაროდ ხო კი ბატონო გავიგეთ მართას red flag-ები და green flag-ები ამოიღე ხთითები აჩვენე კაი არა მე ძალიან კომპლექსი მსგავს ჩემი red flag-ი გაინტერესებს თუ კი red flag-ი რა რაც არ მომწონს ანუ ხო ეს არის რაც არ მომწონს სავაჟი სავაჟი მოიცეთ იმის რამდენი red flag-ია რაც არ მომწონს ალბათ დღევანდელ ტრენდში არა რა თქოილი დღევანდელ ტრენდში რაც ტყუილი ბიჭო როგორ თქვათ ლიფიც თქვათ თუ ბიუსალტერით ორივე თქვი უპეატი და მაგის გარეშე არა იცის მე რომ ამონტაჟებ და მე ვთხოვს ის ამომიჭერი რა აი ბიუს რაღაცა რო თქვი ბიუსალტერის გარეშე რო რაღაცა ეს ტრენდში შემოვიდა ეგ მეზიზღება red flag-ია ჩვენ ხო ულიფოთ ხო ულიფოთ ქუჩაში სიარული გოგოზია საუბარი კი არა ბიჭდე მეზიზღება ეგ ჩვეულებრივი red flag-ია შენ არ იცი როგორია ლიფის ტარება როგორიც არ უნდა იყოს მე როგორც მამაკაცი გადასახედიდან გეუბნები რომ ჩვენთვის red flag-ია ოკეი და მეორე ანუ რაც მომწონს ხო მეტი არ გაქვს red flag-ი არაფერი კი როგორ არა მაქვს გამოუშვი მაქვს red flag-ი არ მომწონს ოღონდ არც ბიჭზე და არც გოგოზე აჰა სიგარეტის მოწევა არც ბიჭზე მომწონს და არც გოგოზე და ორივე ეს შემთხვევაში შემიძლია დავარქვა მაგას red flag-ი მე არ ვეწევი სიგარეტს მაგიტომაც ალბათ მე არ ვეწევი სიგარეტს კიდე რავია კიდე გაინტერესებს red flag-ები ხო თუ გაქვს თორე მე თუ არა და რავი ეგეთი გამორჩეული არ მაქვს ეგ ორი მაქვს ეხლა რაც მეზიზღება ცხოვრების ამ ეტაპზე კი ამ ეტაპზე კი ცხოვრების ამ მე კიდე გავითარდები და მან green flag-ები კაი გავალა მომწონს ძალიან გოგო რომელიც აი პირველ რიგში მოწესრიგებულია ყველა საკითხი გიწევს ამ დროს თუ რა გაბიზნალე უბრალოდ ყველა საკითხში რომ მოწესრიგებულია ეგრე და ანუ ყველა საკითხში რაში ანუ რა აი ყველა საკითხში აბსოლუტურად მოწესრიგება რასაც ნიშნავს არის მოწესრიგებული სუფთა კბილებ გახერხილი შილაკიანი ლიფიანი არა სიგარეტი გრძელი კოჭებამდე კაბა და გრძელი კოჭებამდე კაბა აუცილებლობას არ წარმოადგენს მაგრამ არც მენჯიზმს მაგრამ შევატყვიროთ მაგრამ კვირაობით ეკლესიაში უნდა დადიოდეს წირვაზე. კვირაობითაც ეკლესიაში უნდა დადიოდეს წირვაზე. ნამდვილად ეგ არის. გავიგეთ. ეგ იქნებოდა ალბათ ყველაზე დიდი green flag-ი, რაც მომეწონებოდა, რომ ყოველ კვირას ჩემი პარტნიორი დადიოდეს წირვაზე ტაძარში და მომეწონებოდა ნამდვილად გულს გამიხარებდა. ოკეი, გასაგებია. ახლა ისეთ რაღაც გავაკეთებ. მოდი ჯერ შევსვათ. მეორე. ძალიან მალე იმოშვები. ახლა წიწას გასწავლე. ძალიან მალე იმოშვები? ძალიან მალე იმოშვები. გაზმორვას გულისხმობ თუ? ოკეი. იგივეა ეს ოღონდ წითელი? კი. მოდი, შენ ისევ იმჭიქასვა? ვერ გავიგე. კი, იმჭიქასვა. ანუ დალევაც არ გიყვარს. არა, ხო, დალევაზეც დიდად არ გეშტები. კარგია, ბარას მოდი, ამ ჭიქით გავუმარჯოს, აი ზუსტად მაგას რა. რაც შემოგვინახეს ეგ გადათითესი. გავუმარჯოს, აი ზუსტად მაგას რა, რომ კვირას ტაძარში სიარული შემოგვინახეს და ჩვენი წინაპრების იყოს ეს ჭიქი. წინაპრებზე გაჩერება არ შეიძლება და კაკრას ერთიც გაქვს. ხბიჭო. არა, მთლიანია ხო. სიტუაციის მოდელირებას გაიკეთებთ. უფრო შენ. აი წარმოვიდიოთ, მაგალითად, მართას გაცნობა გინდა. და ვართ მეორადების ბაზარზე რა, მეორე დასასწრის ბაზრობაზე ვართ. ჩემი საყვარელი. მართა არჩევს რაღაც ზედას, რა, პიჯაკი ჩაიცვა 5 ზომით დიდით. გამყიდველი ეუბნება რომ აი რა კარგია გიხდება შენზეა შეკერილი და ასე შემდეგ. აი მაგ დროს მიდიხარ მართასთან და გინდა რომ გაიცნო, აი რას ეუბნები მაგ დროს. პირველ რიგში მაგას ვეტყოდი რომ ალბათ არ გიხდება. ხო. ანუ
არ იყიდო. ეგ იქნება შენი პირველი ნაბიჯი რომ ხო, გაიცნო. პირველი ნაბიჯი ეგ იქნებოდა რომ არ გიხდება და ეგ რაც გაცვია, გაიხადე როგორც ამ შემთხვევაში. ოკეი. Sorry. ვა. ოკეი, გაი. ალბათ არა უშავს. ხო. შენი პასუხი რა იქნებოდა მაგ დროს? იგივე სიტუაცია, ხო, ხო? ხო. ანუ მე ხო კეთილი ტყუილები მიყვარს და არ გიხდება ეს და გატყუებს გამყიდველი და თუ შეიძლება არ იყიდო. მე ხო კეთილი ტყუილები მიყვარს ძალიან და მეტყოდი რომ ძალიან კი გიხდება, მაგრამ მე სხვა ხო არ გვეცა და ჰა? ჰა? ეს გაზმორვა იყო ესეც თუ არა? არ ვიცი, მე თუ მომეწონებოდა ვიყიდიდი რავი, ანუ არ უცხო ადამიანს ესე რას ვეთხოვდი. მადლობა და всё. მადლობა და всё. ხო, და მე ჩემით გადავწყვეტ და ვიყიდდი თუ არა. აჰა. ოკეი. ესეთი კითხვა მაქვს, სად მიდიან ყოფილები? სად მიდიან ყოფილები? მე რა ვიცი, შარაგზაზე. სად? შარაგზაზე. შარაგზაზე. რავი, ჩემი ყოფილი მაგარ ადგილასაა დასასვენებლად ახლა და შესაბამისად. რავი, სად მიდიან, რავი არა. დასასვენებლად დუბაი. დასასვენებლად. არ ვიცი, ყოფილს გააჩნია ალბათ რა. თუ ვინმე ცუდი ყოფილი ყოლია და ჯანდაბაში და იმისი რაღაცა ჯოჯოხეთში. აბსოლუტურად. როგორ არა, კი, გიდო და როგორ ეთქვა, არა ჯანდაბაში და მაგიტები არა, ზო. არა, არა. ხარ, ეგეთი ყოფილი არ მყავს და არ მახსენდება, ვისაც ჯანდაბაში ან ჯოჯოხეთში გავუშვებდი. ერთი, ან ორი. ერთი თუ ორი? ორი უფრო. გააჩნია იმან იმკურნალ თუ არა. ხო, აი ერთი ან ორი. 25-ის. 25 წლის ხარ? დიახ. და ორი ყოფილი 25 წლის ასაკში? ვაუ. ნაის. ოჩა. რომელიმე ყოფილთან გააქვს თუ არა ურთიერთობა კიდევ მეგობრული, კარგი ურთიერთობა? არა. მაგრამ ქუჩაში თუ სადმე შემხვდება, მოვიკითხავ. ეს კაის გლიჯავ და აიძა. მოვიკითხავ რაღაც. აბა როგორ ახარ შენ კი როგორ მიდის საქმეები და ოჯახებულია ორი ფეხლა და ვიცი შვილებს დამულოცებ და მეკარებს. ოკეი. შენ? რავი, მე არ მომიკითხა არც ერთმა ჩემმა ყოფილმა შემხვდე კიდევაც ქუჩაში. რავი, არ გამოუჩენია ყურადღება და შესაბამისად არც არ მისულ ვარ და არ ჩავუკიდები ვარ კისერზე. ბოლო ყოფილს რატო დაშვერდი? ბოლოს. არ ძალიან ბევრი წლის წინ იყო ხდები. ოკეი. მაგის მერე მარტო სული ვარ. მაგრამ ახლა კი ხო და ნუ მოკლედ იყო საბა და უბრალოდ აი რა ხვდები რომ შინაგანად რომ თქო შენი ადამიანი არ არის რა. სავაჟის დასმა დაიწყო და მე მაინც ვერ გავიგე რაში იყო პრობლემა. მაგას ვერ ვიტყვი. ვერ იტყვი. ვერც მე, ხო, რაც მე უყურებს რა ვქნა, ვერ გავიგე, აუცილებელი, აუცილებლად უყურებს დამიჯერე. არ შეიძლება არ უყუროს. აი, შენ რო დაგიბრუნოს შენივე კითხვა? რა, რატო დავშორდი ყოფილს? მე არავის არ დავშორებ, მე ყველა აქეთ დავშორდა. ყველაფერი კარგად არის? ფსიქიატრმა ეგრე მითხრა. მე ყველა აქეთ დავშორდა, მე არავის არ დავშორები ვარ. შენაზეც ერთი ფუთი მარილის ჭამა დაგჭირდა? ხო, შენ ერთი ნახევარი კომსი, ხო? ერთ კვირაში გაიგო ხალხმა ჩემზე და შენ აგერ 4 თვე არ გვერდიდა. აჰა. აი, ცოტა იფიქრე, ძმა. ой, მე დედა. ცოტა დაგვიანებული კითხვაა, მაგრამ ვინ ხართ, რა საქმიანობთ, რა გეგმები გაქვთ? მომიკავი მე თქვენზე უფრო მაინტერესებს. მე ვარ მართა, ვინ გმართა, ჩამჩამვერი ჩამჩა და მართა. მოქმედა ესე იგი. ხო კი. ხო, მე ვარ მართა, ვცდილობ ვიყო ადამიანური ადამიანი. რა გვარის ახლა, რა გვარის? ჩოხელი გახლავართ. ჩოხე გვარი რა გაიქონია ისე? კი, გუდამაყარი, გუდამაყარი. გუდამაყრის ხეობით. მართლა. გუდამაყრიდან ხარ? ხო. კაი, გავაგზავნოთ საქმიანობაზე რომ გადავიდეთ. კაი, მოყევი. არა, ადამიანია, მე ძალიან ძღელა.
ვცდილობ ხო ვიყო ადამიანი, ვიყო კეთილი, ვიყო მხიარული, ვიყო გამგებიანი, ვიყო მხიარული, ვიყო კარგი მსმენელი, ვიყო წარმატებული და ახლა ვარ მომსახურების სფეროში. კერძოდ? ბარისტა ვარ, ბარისტა. ბარისტა ვარ, ბარისტა. ორჯერ ვარ ბარისტა. ორჯერ ხარ ბარისტა. მართა ბარისტა ჩოხელი. ეს CV-ში უწერია ეგრე. კი, გვარი მომწონს, სახელი მომწონს. შენ მოყევი, შენ. რა საქმიანო? ო, ვინ ხარ? ყველგან ნახე სიაში არსად არა ორ სიაში. მე მოჩეყვავე და უბრალოდ ლამაზი კაცი. როგორ? ანუ საერთო ფსიქიატრი ხო? მე ვარ. დამასრულებინე. სად ვარ შენ? დამასრულებინე. მართა, კარგად მომისვინე, ყური დამიგდე. აჰა. მე ვარ კოხტაძვერა, კოხტავიტი ვარ. მე ვარ კოხტაძვერა, კოხტავიტი ვალალიე ოთარიჩი. კი, ოთარიჩი. კი, ოთარიჩი. ვარ სამტრედიიდან, სამტრედიელი ვარ. ყველაზე დიდი მიღწევა რაც არის ჩემ ცხოვრებაში, რომ სამტრედიაში დაიბადე. არ დაუბადებულო. გაქვს სახლი. ხო, მაქვს სახლი და იქ გავიზარდე. ხო. ახლა ვარ მანსანკანელი, ქართული ლიგა იცი? მსახიობი ვარ ერთი სიტყვით, ოღონდ ესე როგორი მსახიობი ვიცი? არაპროფესიონალი მსახიობი ვარ რა, აი ჩემით რაცაც გავაკეთებ ხოლმე. მიაღწიე და გააკეთე და შენ წახვედი წინ. ხო, აი ეგრე რა, ეგეთი მსახიობი ვარ და მინდა ჰოლივუდის ვარსკვლავობა. LA. ხო. არა, სამტრედიელი ვარ. ხო, კაია. კაი, რა მაინტერესებს? ესეთი შემთხვევები თუ გქონიათ, მაგალითად შენ რაღაც pick-up line-ი გამოგიყენებია, რაღაც გოგოს გასაცნობად. ეხლა იგავხსენი რა არის pick-up line. ხო, მითხარი. გოგოს რომ მიდიხარ გასაცნობად და რაღაც რო ემნები, გოგონა შენ ის ხო არა ხარ, ბულკი, რაღაც ეგ. აი შენ დანახვაზე რაღაც გავანათე ბოჭყვეტილი კომეტა galaktika-ში ან რაღაც ეგეთი. ეგეთი შემთხვევა თუ მქონია? კი, კი. არ მქონია ეგეთი შემთხვევა. არც მიგიწერია ეგეთი რამე ვინმესთვის? ანგელოზობთები მოკაჭრეს. ეცა. არა, მართლა არ მიმიწერია ეგეთი რა. დაუკვნა ვერ დავიბრალებ. ის კი არა ვარ. ხო, არა ვერ დავიბრალებ ეგეთ რა. აუ მე მივწერე ერთხელ ბიჭს, ოღონდ pick-up line-ი არ იყო რა, ანუ გინება იყო ძალიან უბრალოდ. მომწონა და ეს არის გამოცანა. გამოცანა მიწერე ბიჭს გამოცანა მიწერე ბიჭს. შენი აზრით რა არის წითელი, ბრუნავი და არა ბოდიში მოიცა მწვანე, წითელი და ბრუნვადი თქო. ეცი პასუხი რა არის? ანუ ჩემ მწვანეა. იდეაში მე ტრიალებს და წითლდება რა. მწვანე, წითელი და ბრუნვადი. არა, გვეტყვი? ბაყაყი ბლენდერში. ბაყაყი ბლენდერში. ხო. ეგ ბიჭი გამოიწდა ანუ დაიჩანი ზოგადად. ვისთან მომიყვანეს? მე მგონი ბაყაყი ყავს დანაბლენდერები. შენ არ აკეთებ ხოლმე? კაი, ყველაზე უცნაური რა უჩუქებია მეორე ნახევარს? შენთვის. ბაყაყი ბლენდერში არ თქვა. არა, არ უჩუქები. ო, ეცხინა. არ უჩუქები. არ უჩუქები. არა, საერთოდ? მეც არ მახსენდება. არასდროს საჩქარი არ მიღია. უჩუქებიათ, მაგრამ უცნაური არ მახსენდება. აი, ბოლოს რა გაჩუქეს? ყვავილები ვალენტინობაში. შენ რა გიჩუქებია გოგოსთვის? მე ბევრი რამე მიჩუქებია, მაგალითად, ჩემი გული. ხო. ყვა. რავი, ალბათ ყველაზე ისეთი რაც გოგოებს მოეწონებოდათ. ყვავილები ვახია? ყვავილები კი. ძალიან დიდი რაოდენობით იყო. გოგო თუ ყვავილი? ყვავილი იყო დიდი რაოდენობით ძალიან. ოკეი, კაი. ყვავილი. ცოტა ისეთი კითხვა მაქვს, თქვენი აზრით, მე რამდენი დეითის შემდეგ არის მოსული სექსი? რა სიჩუმეა. ნუ რა ვიცი ახლა. ანუ ჩემი აზრით გააჩნია ადამიანს რა. რამდენად გიზიდავს. და პირველზეც ალბათ გააჩნია ხო? ყველა მიყურებ. ყველა მაგვირდებით ესე ახლა.
არა ვარ. ზოგადად სექსი წინააღმდეგი ვარ ყველანაირად. აი, ქორწინებამდე და ქორწინების შემდეგაც. მე ვარ ძალიან კარგი და პატიოსანი ბიჭი. შესაბამისად. ეგეთი სიტყვებიც არ მიყვარს და ჩემთან ერთად ნუ გამოიყენეთ. აი ერთი შეშვით კიდე. და მე კითხავ ისო. რა უნდა შეცვას გეხვეწებთ ხო აი? დალიე რა. აი? ვინ? შენ ახლა რანაირადაც არ უნდა ილაბარაკო, მე ვერ დამალევინებ გამორიცხულია, მოდი. არ მინდა კაცო ნუდალევა. აი. გაგიმარჯო შენ და იყავი კარგი სექსორი. ეს დაცალე. ეს დაცალე. აი, ორჭიქასაც დავლევ და გეტყვით რა. ბოლო მიწვე ხო დავლიო, რო? ერთი ორი სამი. ორჭიქას დავამატებ ზუსტად და გეტყვი რა თქმა მინდა და ჯერ ერთი დაგჭა ეს ჩემია რო იცოდი. კი იყო შენი. ეგ თემა რო გავაგრძელოთ რა ბანე. რომელი თემა? რატო გვაწევი? ვერ გავიგე. თქვენი აზრით. მენდი გააგრძელ. საჭიროა თქო რა ზოგადად სექსუალური განათლება. კი. ცილებლად. აუცილებლად სკოლებში არ უნდა ისწავლებოდეს, მაგრამ აი ეგ ქუჩაში რო გითხავ უნდა იცოდეს. ხო, კარგად ვართ. მიდი, წავიდა. კაი, მაშინ გადავახდეთ ამ თემას, თუ კარგად ვარ. თქვენი აზრით, რომელი სქესია ძლიერი? კაცი. ჩემი აზრით ორივე. კაცი. კაცი არის ბევრად ძლიერი. ანუ ყველა კაციც თავისებურად ძლიერი არის, ქალიც თავისებურად ძლიერი არის. რასაც კაცი ვერ აიტანს, იმას ქალი აიტანს პირობით და რასაც ქალი ვერ აიტანს, იმას კაცი აიტანს. და აბალანსებენ. მენსტრუაციულ ტკივილი. ხო, არ ვიცი. კი, არ იცი. ვერც გეცოდინება. ხო, ეგრე კენჭის გავლა გვაქვს ჩვენ. არა, მე ვეთახმები. ხო, მე ვეთახმები, ჩემი პასტე ორივე. დამითანხმებს და ვერაფერს ვერ იზავს, ეხა კაცი არის ბევრად ძლიერი არსება. ეს არის ფაქტი, რასაც ხედავთ მთელი ცხოვრება, რასაც ვუყურებ. კარგად და ერთადერთი კაცი, რასაც ვერ გაუძლებს, ჩემი აზრით, ეს არის მშობიარობა. სხვათა შორის ერთმა გოგომ მითხრა ეგ ამბავი რა, ანუ კენჭის გავლა ქონდა. და იქამდე იმშობიარა. და მითხრა რომ კენჭის გავა უფრო მტკივნეული იყო. ხო. კი. რეალურად თუ წახვიდეთ დეიტზე. პასუხი ვიცი, მაგრამ მაინც გითხეთ. კარგი არა, კარგი ბიჭი ხარ, მაგრამ ხო, ვერ არა. რეალურად თუ წავიდოთ დეიტზე? ხო. სად? ჩემთან. თქვენთან? ხო, თორე იცი ზოგადად წახვიდოდი კი. არა, რას ქვია, რატო არა, კი. ჩემ ხუთ დავიბრუნებ. ნახვამდის მეგობრები სასიამოვნო იყო. დიდი მადლობა ვალალოს, დიდი მადლობა ნაადრევად წასულ მართას. დიდი მადლობა თქვენ და კიდევ ერთხელ გამოიწერეთ ჩემი არხი და ლაიქით ეს ვიდეო, გააზიარეთ და ზარით და ეგეთი ამბავი რა. შევხვდებით კიდევ.